მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მოგესალმებით. დიდი მადლობა, ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებს, ალაიქებს, აზიარებს და დადებით კომენტარებს მიწერს. დიდი მადლობა სულ ყველას და ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, სრულიად საქართველოსი და ყველას. ახლა რაზე მინდა იმ ჩვენს ვიდეოებში სხვათა შორის რამოდენიმე კოდსი შემოვიპარა და მეუბნება რომ შენო ხარო ქვეყნის დამაქცევარიო, შენ არ მოусმინოთ ხალხო ამ ადამიანსო, რომელიცო ესე იგინებაო და ესე შეურაცხყოფილი სიტყვებით საუბრობსო და შენ გინდაო რომ ქვეყანა დააქცეულო. ქალბატონო დალი, თუ რა ვიცი რაღაცა სახელი ერქვა, აღარ მახსოვს, მეგონი დალი ერქვა, ანუ აბა თქვენ რა გინდათ ქალბატონო, თქვენმა ხელისუფლებამ და თქვენმა სანაკებო ოცნებამ რაც შემოიყვანა ხალხი და რაც აეროპორტში ნახეთ, ეს ნორმალურია? და ეხლა აპელირება მიდის იმაზე, რომ ეს გერმანელი იყოვო, ეს არაბი არ ყოფილაო, ეს გერმანიის მოქალაქე იყოვო. რა მნიშვნელობა აქვს მოქალაქე საიდან იყო? რა აზრი აქვს მაგას, რომელი მოქალაქის მკვიდრი არის, ხო? იმითი დაბადებული ეროვნებით ისლამი, ის სავარაუდოდ არაბეთი, ახლა არ ვიცი, ისლამური ქვეყნიდან ეროვნულობა მანდიდან ქონდა, მოქალაქეობა გერმანული. რა მნიშვნელობა აქვს იქ მან კი თვისებულება საწარმოაჩენს, რომელი ქვეყნის მოქალაქე იქნები, რაც ახარ დაბადებული ნაგავი, ის ნაგავი იქნები ბოლომდე. არ აქვს მაგას მნიშვნელობა. და მოკლედ და აი ეს ძალიან მაინტერესებს ოცნებამ ამოდენა ხალხი რო შემოგვიყარა, ჩემო ქალბატონო და ამოდენა მიგრანტები რო შემოგვიყარა, ეს ქვეყნის აბუთბილელები რო შემოგვიყარა, ეს ნორმალურია, ხო, საერთოდ 30,000 არალეგალი ამ ქვეყანაზე რო ვერ მოძებნა და თვეში 30 კაცს რო ადეპორტებენ, ეგეც იმიტომ რომ ძალიან თვალში საცემარი არის, ალბათ მაგათი ქცევები, ეგ ამ პატარა ქვეყანაში ეგ ნორმალურია, ხო? სანამ თქვენს ოჯახებზე და თქვენს პირადში არ შეგეხებათ, მანამდე ესე უნდა აპრაოთ, ესე უნდა იყოთ და ესე უნდა იცხოვროთ, ხო? ჩამოდი ცოტა ხანი მაგ წყნეთის ვილებიდან, კაცო, გადმოხედოთ აქაც თბილისში ჩამოიხედეთ. ამ პარლამენტარებმა ეთყობა იქით იმიტომ აწიეს თავიანთი დასახლებები წყნეთი, კოჯორი და ბახმელა, რომ იქით გაცილებით თვითონ იქით შეხება არ ექნებოდა თბილისში რა სანაგვეც და რასაც დაატრიალებდნენ ესენი და ნაკლებად შეაწუხებდათ, მაგრამ ეგრე არ იქნება, ჩემო კარგებო, იქაც ამოგივლით თქვენ მაგაზე არ იჯავროთ. და ჩამოვბრძანდით თუ ჯერ არ არიან ამოსულები და ნახავთ რა დაატრიალა თქვენმა ოცნებამ და ხელისუფლებამ. ყველა მეორე უკვე რომ ლამის არაბულად ლაპარაკობს და ქართველი გოგოებიც რომ უკვე რა ლამის არის, ყველა მეორე არაბს რომ ცოლად გაყვნენ და იმათთან ერთად დადვიჟენიებენ. გენოციდს რო უწყობენ ქართველ ხალხს, ეს ეხლა გაიგეთ თქვენ თუ რას მეუბნები მითხარით. და მე მინდა აქ რაღაცა ისეთი პროცესები თურმე საქართველოში რაღაცა ქვეყნის გადაგვარება, აი თქვენს პატრონს უბედოს თქვენსას. ეხლა ერთი კიდე რაღაცის თქმა მინდა რა. ეს ირანში ფერადი რევოლუცია ხო ტარდება, აქ აჭყავდნენ აქაური ლიბერალები და ფემინისტები და უკვე მეგონი ჩადრებით დაიწყებენ სიარულს და იმას გამოხატავენ, თანაგრძნობას გამოხატავენ და ერთ ამბავში არიან და ერთი მიწერს კომენტარში რომ შენო ნუ ბოდიალოგო რაღაცასო ამ ხალხსო მეუწერო მეთქი მართული პროცესია მეთქი ეს ყველაფერი. არაო, ესო ხალხის გულიდან მაგათ თავისუფლება უნდა თუ გამაგებინეთ შენც ხო თავისუფლება გინდა, შენც ხო ამ ქვეყანაში ხო მაგის რისგან გინდა თავისუფლება მითხარი, აი რისგან მიგინდა თავისუფლება, რა ვერ განთავისუფლდით მითხარი. მოსაწევია დაშვებული არის,
ну ახლა იყო ყოველ შემთხვევაში ისე რომ ეწეოდით და იჩხირავდით და кайფობდით და რა ვიცი სექსუალური თავისუფლება გააქვთ და მეტი რა თავისუფლება გინდათ თქვენ შობელძაღლებო აი ეს ამიხსენით რომელ თავისუფლებას შეხაღადებთ ღმერთისგან გინდათ მე მგონი თქვენ თავისუფლება აი ეგ არის თქვენი მიზეზი და აქ მოკლედ აყვირდნენ აღაღანდნენ აი ეს ლიბერალები და მოაწყეს აქცია საელჩოსთან ირანელ ლიბერასტერთან ერთად. ვაი თქვენ საცოდავეო. ანუ ამ ქვეყანას დაანძრეული აქვს ხალხო ბოდიში რა, ანუ საერთოდ ზაღლი შინარ გარბოდა და სანადიროდ ზაღლი შინარ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო. ამაზე არის ნათქვამი. ვის უცხადებ ხარდაჭერას, რატო უცხადებ ხარდაჭერას, რომელი შენ ირანელი გულშემატკივარი მყავხარ და ხვალე რო გითხრა ირანი უფრო გიყვარს თუ ისაო რა ქვია ამერიკაო იტყვი ამერიკა უფრო მიყვარს რა სისულელებს აკეთებს საერთოდ ან ირანთან რა გინდა ან იქ რატო ერევი საერთოდ იმ პროცესებში ვინ ჩემი ფეხები ხარ შენი ქვეყანა გაქვს დასალაგებელი იქ სად იჭყიფები საერთოდ ეგ გამაგებინე ზოგადად ეს ყველა ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანი ხვდება მაგას რომ მართული პროცესია რაც ირანში ხდება მან მე ესე ვფიქრობ კი არა და რა ვიცი მაგას რა ფიქრი უნდა როგორც ამერიკული სპეცსამსახურები მუშაობენ ისევე მუშაობენ ისრაელის სპეცსამსახურები ამ მომიტინგების ბორბოში კადრებიც დაიდო როგორ ესროდნენ პოლიციას იარაღს რაღაცას და ნუ აი ესეთი ქაოსი როგორც უკრაინაში ხდება დემოკრატიის და თავისუფლების ნიშნით იხოცება ამდენი ადამიანები. თქვენნაირმა პროჭებმა და ძაღლიშვილებმა დაამსგავსეს უკრაინა დღეს რასაც დაამსგავსეს რა. ტრიაპკას რასაც ქვია, განუკითხაობა და მთელი ამბები რაც ხდება. თქვენნაირმა აი ძახილმა რომ დემოკრატია და თავისუფლება და იმის უფლება და ძაღლის და კატის და იმის უფლება თქვენნაირმა ხალხმა გაუკეთა ეს ამ სოფლიოს და თქვენნაირმა ადამიანებმა რო შეიკრიბე და ვითომ რო მართლა გადარდებთ ირანის მდგომარე სიტუაცია ჩაადით და იმასქენი დაეხმარეთ მომიტინგებს ფულს მაინც გადაგიხდიან ისრაელის სპეცსამსახურები და იმისი ამერიკის სპეცსამსახურები აქედან რო იჭყივი ხართ რაღაცას და რო ყვირი ხართ ერთად ან საერთოდ თქვენ მაინტერესებს ირანში რაში თქვენი გადმოხესახედით რაში გაზღვრთ იქ რამე რო შეიცვალოს თქვენ რამე გეშველებათ თქვენ ტვინამდე რამე შეიცვლება თუ რა ეს მაინტერესებს ძალიან იმიტომ რომ ანუ ზოგადად არის ყველაფერი აწყობილი ხო არის აწყობილი ერთი მეორეზე არის დაწებებული რა როგორ და რანაირად უნდა იყოს ირანში რო ისეთი რამე მოხდეს რამაც შეიძლება რომ გამოიწვიოს ესკალაცია ომი და აგერ ტრამპი იმუქრება რომ შევიყვან ჯარებსო რა ვიცი ეს ტრამპი კიდე გარეკილი აქვს მაგ საცოდავს და იქ ის იმუქრება და აქ ისრაელიც და ისიც და ეს რო დაიწყოს ირანში რა გონიათ თქვენ აქ ისინი ჩამოგისახლდებიან არ ჩამოგისახლდებიან მიგრანტები დაემატება და გაიჯეჯგება აქაურობა და მე დედაც მოეტყნება ყველაფერს და აი რატო აკეთებთ აი ესეთ სისულელებს მე მაინც ვერ ხვდები რატო მე თქვენ ენაზე რატო იცით ხოლმე ბრწყენა დრო რო გადის და ეს რა მათქმევინაო ამას რატო ვლაპარაკობდიო მე ვერ ხვდები ისე ზოგადად ტრამპი მოვიდაო და ეს ფერადი რევოლუციები მეგონი აღარ იქნებაო ეს გავრცელდა რა იყო ესეთი ისინი რა ქვია აზრები უსირებდა საზოგადოებაში და ტრამპი აი ესეთი კონსერვატორი და ის მოვიდა და ეხლა ამანიცის და ეს გააქრისტიანებს სოფლიოს და რაღაცას და მე ესე ვფიქრობ და მიმაჩნია არასდროს დაშლიან ისეთ სტრუქტურას
რა იარაღიც უკვე კარგად გამოცდილია და კარგად გამოყენებული არის სხვადასხვა ქვეყნებში და კარგად იმართება ამ იარაღით ის ქვეყნები, ეს ფერადი რევოლუციები, ხალხის დაფინანსებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორც ნებისმიერი სახელმწიფო, აიქ ვინც არ უნდა მოვიდეს, რეორგანიზაციას არასდროს არ ჩაუტარებს ისეთ ძალოვან სტრუქტურას, როგორიც იყო ხარებას დონის, არასდროს არ ჩაუტარებენ, იმიტომ რომ იმან ძალიან კარგად იცის იმ კრიზისულ სიტუაციაში როგორ უნდა მართოს სახელმწიფო, როგორც არასდროს ჩაუტარებს ნებისმიერი მომავალი სახელმწიფო, ისე ამერიკა არასდროს არ გააკეთებს მაგას, რომ აიქ რაღაც ფერადი რევოლუციის ნასახები საერთოდ მოთხაროს მთლიანად იმიდან, რა ქვია, სოფლიოდან და აღარ დააფინანსოს და არაფერი ხელი არ შეუწყოს. ეს ამას ლაპარაკობენ ადამიანებისთვის, რომ რბილად ყურად მოსასმენი და მისაღები იყოს, თორე დანარჩენი პროცესები კეთდება ისევ ისე, როგორც მანამდე, რა. უბრალოდ ინტერესები იცვლება. ეხლა ინტერესები აქვს შეცვლილი ამერიკას და ეგ არის და ეგ. მეტი არაფერი, დანარჩენი იგივე არის დარჩენილი და ამოფარებულები არიან რაღაც კონსერვატორიზმს. მეტი არაფერი და ეს მიგრანტებიც აჯავებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან შესულები და მართლა საფრთხეს უქმნიან ამერიკას და უკვე ძალიან გადაქმნული აქვთ იქ თავზე. აქ სანამდე მასი არ დატრიალდება, ჩვენი ხელისუფლება არ მოისვენებს და გახსნილი ექნება 24/7-ზე კარიბჭე. და რა ვიცი, მოკლედ აი ესეთი სიტუაცია არის და არ ვიცი, ამ ქვეყანას მართლა ღმერთი ფარველობს, იმიტომ რომ იმდენად არალოგიკური ხალხი ცხოვრობს ამ ქვეყანაში, რომ ერთი არის და არაბების შემოსევას და არაბების შემოსვლას მიპრავებს იმითი, რომ აბოთბილელები არიანო სახელმწიფოში მოქმედი პროპაგანდისტები და ლიბერალები არიან მეორე ჩანერგილი სახელმწიფოში მოქმედი პროპაგანდისტები და ისინი თავისუფლების დემოკრატიას მიხადნიან იმის გამო, რომ იქ ხალხი ერთმანეთს რო ხოცავს, ყელში ამოუვიდა ხალხს ეს ყველაფერი და კარგია. რო ხან შეხო მაგით იმის თქმა გინდა, რომ ეს ყველაფერი კარგია. ხო გინდა, აი მითხარი და თქვენი სახე ზოგადად მაგაში გამოიხატება, რაც ის არის, რა ქვია, რაც ზოგადად რაც ზოგადად გამოხატულება არის აგრესიის მხრიდან, აი ეს ადამიანები რო ერთმანეთს ხოცავენ, აი მაგაში გამოიხატება თქვენი სახე, რომ ეს მოგწონთ, ეს გაბედნიერებთ, ეს გინდათ, რომ საქართველოში გაკეთდეს. ეგ გინდა და მაგიტო არა გაქვთ. მოსახლეობიდან 100%-იანი მხარდაჭერა. მაგიტო არის დღეს, რომ ლიბერალებს და ლიბერასტებს გეძახიან. მაგიტო ხართ გამარგინალებული საზოგადოება. იმიტომ რომ აი ეს ხოცვა, ჟლეტვა ადამიანებს შორის ესეთი დაპირისპირება, მოლოტოვის კოქტეილების როლა, რაღაცა, აგრესიული ქმედება თქვენ გიყვართ, ეგ თქვენ სულში გიზით, კაცო. მე ყველაზე არ მაქვს საუბარი, რამოდენიმე ჯგუფები არსებობენ და აი ჯგუფები მერე ავრცელებენ რაღაცა ხმებს და იყოლიებენ ჩვეულებრივად ნორმალურად მოაზროვნე ხალხს, აი მოსახლეობას, რა. ეგ თქვენი სპორტია და ეგეთი რამე აქ არასდროს არ მოხდება. ეს კარგად უნდა იცოდეთ და გესმოდეთ. ეგეთი რამე აი საქართველოს ხოცვა აქ აღარასდროს აღარ მოხდება, რა. ხო და აი ცხოვრობთ ამ რეალობაში ცხოვრობთ. არის რაღაცეები რისი გათვალისწინებაც შეიძლება და რისი გათვალისწინებაც არ შეიძლება. კარგით, მოკლედ დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა კიდევ და კიდევ, ვინც იწერთ ჩემარხს და ვინც დადებითად მაფასებთ, ყველას დიდი მადლობა, ვინც
პირობითად ჩემზე კრიტიკულად ფიქრობს და სხვანაირად ზრდილობიანად დამიწერეთ კომენტარებში. არა მომყრალებინოთ მეც პირი. აბა კარგად იყავით.